ჩვენ დღეს ვიმყოფებოდი თელმანდის პროვინციაში იმისთვის, რომ ჩვენი ბატალიონისთვის მიგველოცა დამდეგი ახალი წელი. სამწუხაროდ დაემთხვა ესეთი ფაქტი, რომ შედეგადაც მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც აქვე ჩვენს მახლობლად გარდაიცვალა ერთ-ერთი ჩვენი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი ნინიაშვილი, რომელიც თავის მხრივ გამოირჩეოდა, როგორც მისი კოლეგები ახასიათებენ, მაღალი პროფესიონალიზმით, გამოირჩეოდა განსაკუთრებული თვისებები და სამწუხაროდ ამ აფეთქებას ემსხვერპლა მისი სიცოცხლე. მე მინდა მიუსამძიმრო უპირველეს ყოვლისა მის ოჯახს, მიუსამძიმრო ყველა მის მეგობარს და მიუსამძიმრო მის კოლეგებს, მის თანამებრძოლებს, რომლებთანაც ერთად ის იბრძოდა მთელი ამ ხლების განმავლობაში და აკეთებდნენ ერთადერთ საქმეს.